როგორ ფიქრობთ, ვადევნებთ თუ არა ახლა თვალს დასავლეთის დასასრულს? და თუ ეს ასეა, რა მოხდება ამ პროცესს? იანის, გთხოვთ. თქვენ შეკითხვაში ნაგულისხმევია, რომ ტრამპი ახლა რაღაც უპრეცედენტოს აკეთებს. ეს ასე არ არის. ნიქსონმა გააკეთა იგივე 1971 წელს. მან ზურგი შეაქცია ევროპასა და იაპონიას. მანვე დაამხო მანამდე არსებული მონეტარული სისტემა, რომელიც ამერიკელების მიერ იყო შექმნილი. ეს გულისხმობდა მულტილატერალურ სისტემას, ფიქსირებული გაცვლითი კურსითა და სტაბილურობით, რომელიც უთანასწორობის შემცირებას უწყობდა ხელს. ნიქსონის შოკის მომგვრელი გადაწყვეტილების შემდეგ უკვე იწყება მსოფლიოში უპრეცედენტო ფინანსიალიზაციისა და გლობალიზაციის პროცესები. ის რის გაკეთებაც ტრამპს სურს არსებითად ნიქსონის პოლიტიკის განმეორება. მიაღწევს თუ არა ტრამპი წარმატებას, ეს ცალკე მსჯელობის საგანია. თუმცა ცხოვრების ყველანაირი ხალისი მეკარგება, როდესაც ამერიკელ დემოკრატებს, ცენტრისტებსა და მემარცხენეებს უსმენ. თითქოს ეს არასდროს მომხდარა. ტრამპი და მისი გუნდი უბრალოდ ცდილობენ გაიმეორონ ნიქსონის შოკის მომგვრელი პოლიტიკა. ნამდვილად საინტერესოა თუ რა შედეგს მოიტანს ეს მსოფლიოსთვის. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.